მუშაობს. ხანძარი თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე იწვის, ცეცხლი რამდენიმე 1000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულები არიან 11 სახანძრო ბრიგადა და სამაშველო სამსახურის საგანგებო დანაყოფები. შენ შემთხვევის ადგილს ვსვათ პირდაპირ ეთერში, სადაც ნიკა მოლოდინაშვილი იმყოფება. ნიკა, ემუქრება თუ არა საშიშროება დასახლებულ პუნქტებს? თამარ, ჩემგან ხელმარჯვნივ არის დასახლებული პუნქტი, ეს არის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, თემკის დასახლება, თუმცა ამ დროისთვის როგორც კადრშიც ხედავ, თუ უკვე ხანძარი ლოკალიზებული არის, აქ მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურების მიერ გამოგზავნილი დაახლოებით 15-მდე სახანძრო ავტომანქანა და მიმდინარეობდა სამუშაოები. ამ დროისთვის პატარ-პატარა კერები არის დარჩენილი, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები ახორციელებენ. საბედნიეროდ დამწვარი არის მხოლოდ ბალახი და ბუჩქები. რაც შეეხება თავად ხეებს, საბედნიეროდ წიწვოვანი მცენარეები, ხეები შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენილია. მოსვლისთანავე დადასტურდა, რომ იყო ძალიან ძლიერი ხანძარი და ფაქტიურად მოდებული იყო ერთდროულად დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით მთლიანობაში არის 10 ჰექტარამდე დამწვარი ბუჩქები და ბალახები, მაგრამ გადარჩენილია წიწვოვანი ნარგავები, ვინაიდან დროზე მოხდა ლოკალიზაცია, ფაქტიურად 9 საათში 40 წუთში ლოკალიზებული იქნა ხანძარი. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 15 ჯგუფს, რომელიც ძალიან ინტენსიურად მუშაობდა და გვაქვს შედეგი, იმიტომ რომ იყო საფრთხე, ცეცხლი გადასული იყო ქვედა ტერიტორია, სადაც უგესა მოსახლეობა არის და 15-ვე ჯგუფმა ძალიან კარგად იმუშავა და ეს ლოკალიზაცია, საფრთხის ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია მოხდა. ეს ძალიან კარგია. მაგრამ მე განსაკუთრებულად მინდა მიმართო საზოგადოებას, როგორც ამ რაიონის ხელმძღვანელმა, რომ იყოთ ყურადღებიანები. ღვთისმსწავლობით მართლაც გადავრჩით დღეს, იმიტომ რომ ადვილად მოხდა ლოკალიზება. ნარგავებიც არ შეეწირა აი ამ ხანძარს. მაშველებმა ნამდვილად ასე იყო ჩაღეს, თუმცა მე მინდა ისე ერთხელ გავიმეორო, რომ აუცილებელია მეტი ყურადღება ამ სიცხეების დროს, ნებისმიერი ქმედება თქვა ის ნამწვავი ეს იქნება ამ შემთხვევაში სიგარეტი შეიძლება საკმაოდ ცუდ და მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. წინასწარი ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზად მოქალაქეების დაუდევრობა სახელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ ხოლმე ამ რეკრეაციული ზონით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. დიდი მადლობა, ნიკა მოლოდინაშვილი გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში.